მინდა ეს მოვლენა მივულოცო პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობას, ხალხს და მის მიერ არჩეულ ორგანოს საქართველოს პარლამენტს, რომელიც ამცვლელების ძალაში შესვლის შემდეგ იქნება საქართველოს ხალხის ნების ექსკლუზიური აღმასრულებელი, გამომხატველი იმ საკითხში, თუ ვინ და როგორ უნდა მართოს ქვეყანა. ამ პროცესმა ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ არ აუშავს, ჯობია ეს ვნებათაღელვა იყოს ხოლმე ამ დარბაზში, სხვა დარბაზებში, პოლიტიკოსთა შორის, პოლიტიკურ ძალებს შორის და მოახერხოთ შემდგომ ხალხისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება და მე მგონია, რომ ეს ყველაფერი წაადგება ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. ამასთანავე დადგენილი პროცედურებით გაფორმდება ჩვენი გადაწყვეტილება, გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად და მე მინდა განვაცხადო, რომ ამ კანონზე ხელმოწერის და მისი გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პარლამენტი მზად იქნება საქართველოს პრეზიდენტს შესთავაზოს ამ დარბაზში გამოსვლა იმ მოხსენებით, რომელზეც იყო საუბარი, ჩვენი სიტყვის ერთგულნი ვართ საკონსტიტუციო პროცესის ცვლილებების პროცესის დასრულებისთანავე, ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვიქნებით ამისთვის.